ისტორიულ ძველ კოლხეთში ცნობილი თამადები სავარაუდოდ წითელ ღვინოს ბრინჯაოს თასიდან სვავდნენ, ან შეიძლება თუნდაც ოქროსის. თუმცა აი ეს ნივთი, რომელიცაც ახლა მე თქვენ კადრში გაჩვენებთ, არის მჯდარი მამაკაცი ყანწით ხელში. ანუ თამადა, ძველი ქართველი თამადა. ის დამზადებულია ბრინჯაოს მასალისგან და მიეკუთვნება ძველი წელთა აღროცხვის მე-7-მე-6 საუკუნეებს და ამ ნივთის არსებობა ნიშნავს, რომ საქართველო ოდითგან იყო მეღვინეობის აკვანი. ეს ნივთი აღმოჩენილია ვანის გათხრებისას და ცნობილია უფრო მრავალი კოლხეთით აი ეს არქეოლოგიური გათხრები. მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი რამით, როგორც უკვე გითხარით, როგორც მეღვინეობის, ასევე ოქრომჭედლობის ისტორიითაც. ნივთის შეძენა თქვენ შეგიძლიათ ლეპერტის შოურუმში, რომელიც მდებარეობს შავთელის 26 ნომერში. რა თქმა უნდა, ის დამზადებულია საქართველოში და ის თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სასაჩუქრე ნივთი იქნება. მართალია, ვანი, როგორც ქურუმების ქალაქი ძველი წელთა აღრიცხვის პირველ საუკუნეში განადგურდა, თუმცა დარჩა თამადა.